გერმანიის ელჩთან შეხვედრის დეტალებზე შეხვედრის მონაწილეები არაფერს ამბობენ. შეხვედრასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებამ პეტერ ფიშერიც გააღიზიანა. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ელჩების ნაწილი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერევა. არა, მე მაქვს თქვენთან კითხვა. რატომ გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რომ მე ინსტრუქციებს ვაძლევ რადიკალურ ოპოზიციას, რადგან ეს ინფორმაცია ყალბია და მე თქვენ გიწვევთ, ვიწვევ ტელეკომპანია იმედს დაამტკიცოს, რომ მე ოპოზიციას ინსტრუქციებს ნამდვილად ვაძლევ. ვისაც სურს, იმასთან დალევს ყავას. ელჩის და თქვენს, მე მგონი და მეს. ან ვინმეს უნდა შეუთანხმოს ყავას ვისთან დალევს და ვისთან არა. აქტივისტებთან შეხვედრა რითი არის გამორჩეული ან რაღაცა განსაკუთრებული. ოპოზიცია უნდა ხვდებოდეს, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ქვეყნების ელჩებს. ეს არის პირდაპირი უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, თუმცა ის არ არის ერთადერთი, რომლისგანაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ მსგავს მცდელობებს, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში და ახლაც ალბათ ის კონსულტაციები, რაც მათ შორის გაიმართა, მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე, არეულობაზე, ქაოტურ საკითხებზე არის, პროცესებზე არის ორიენტირებული, თუმცა ამ ყველაფერს არანაირი შედეგი არ ექნება. ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საერთოდ გასულები არიან ნებისმიერი ურთიერთობის სტანდარტიდან, იად დავალების მიმცემებად სხვადასხვა აგენტურისათვის, რასაც ხედავდით განსაკუთრებით ცხადად 26 ოქტომბრის წინასაარჩევნო პერიოდში და ამის შემდეგაც გრძელდება ზუსტად იგივე საკეთებს საფრანგეთის ელჩი, იგივე საკეთებს გერმანიის, მათ შორის ევროკავშირის წარმომადგენელი ჰერჩინსკი, რომელიც საუბრობდა, რომ თურმე მისი სურვილია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ. უცხოეთში გადაწყვეტეს, რომ ნაცმოძრაობის აქაური წარმომადგენლობა თავისი მიმდინარეებით არაფრის გამკეთებლები აღარ არიან. და ამიტომ დაავალეს პოლიტიკაში ჩართვა მათ ელჩებს. ევროკავშირის ელჩი, იგივე გერმანიის ელჩი, საფრანგეთის სამწუხაროდ ზოგიერთი სხვა ელჩები პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკაში. ამას ვამბობთ ჩვენ ზუსტად. და ეს მაგალითიც, რომ გერმანიის ელჩი ესწრება აქტივისტებს იქ და შეხვედრას უტარებს და დავალებებს აძლევს. ეს არის ამის შემადგენელი ნაწილი ზუსტად. შტაბის უფროსები გახდნენ ელჩები, ევროკავშირის ელჩის ხელმძღვანელობით სამწუხაროდ